19 მაისს გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პირადი პლანეტის ვენერას და მარსის ზოდიაქოს ნიშნის ცვლილება. მარსი არის რა? ჩვენი ბრძოლის უნარიანობა, ჩვენი ტემპერამენტი, ჩვენი მიზანდასახულობა, ჩვენი ანიმუსი, ანუ ჩვენი ერთგვარი მასკულინური მხარე. ვენერა ეს არის უკვე ჩვენი ანიმა, ანუ ერთგვარი ქალური მხარე. ეს არის რა სიყვარული, ეს არის ფინანსები, ურთიერთობები. ესე იგი, ვენერა გადავა ტყუპებიდან კირჩხიბში, ხოლო მარსი გადავა ვერძიდან კუროში. ეხლა რას მოიტანს ეს მარსის ტრანზიტი კუროში? უფრო ზანტები გავხდებით, უფრო ზარმაცები გავხდებით, უფრო შენელებულები გავხდებით და ჩვენს რაღაცა სიამოვნებებზე მეტი ფოკუსი გვექნება. და რა თქმა უნდა, ჩვენს რაღაცა მატერიალურ ინტერესებზე. ეს ყველას შეეხება, იმიტომ რომ მარსი მაინც არის, ასე ვთქვათ, პირადი პლანეტა. ვენერა კირჩხებში განვიხილოთ. რა თქმა უნდა, კირჩხებებისთვის კარგი პერიოდი დგება თევზებისთვის და მორიელებისთვის, აი ამ სამი ნიშნისთვის, ესე იგი ფინანსური დაბანდებებისთვის, პირადი ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის. და როგორი პერიოდი დგება ზოგადად ახლა? 19 მაისთან უფრო რომანტიული, უფრო შენელებული, უფრო ოჯახური. ანუ ყველას მოგვინდება უფრო რაღაცა ოჯახში ყოფნა, სახლში ყოფნა, შეიძლება რაღაცა სახლის მოსთვა და ასე შემდეგ, ანუ უფრო ოჯახურები გავხდებით. იმიტომ რომ მასთი ნიშნებია ეხა კირჩხიბით და კუროს ეს არის ორი ოჯახის სიმბოლო რეალურად. ეხა ორი მთვარის ნიშანია და მთვარე არის ოჯახი, ჩვენი ემოციები, ჩვენი რაღაცა შინაგანი ბავშვი და ასე შემდეგ. ეს რაღაცა კომფორტი, ესაა ფემინური ენერგიები რეალურად, ესაა ქალური ენერგიები. ამიტომ უფრო აი ამ ბობოქარი რაღაცა ვერძული პერიოდიდან ჩვენ გადავალთ ერთგვარ ესეთ მშვიდ და წყნარ პერიოდში.